გაერთიანებული სამეფო მასშტაბურმა პროტესტმა და მღელვარებამ მოიცვა ემიგრანტის მიერ ადგილობრივი მოსახლის დანი დაჭრას ქალაქ ბელფასტში, ლონდონში და შოტლანდიის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მოხდა. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბელფასტში, სადაც ძალადობრივი აქციების დროს საზოგადოებრივ ქონებას ცეცხლი წაუკიდეს. დაპირისპირებისა და არეულობის შედეგად არიან დაშავებულები. თავდასხმაში ეჭვმიტანელი სუდანელი მამაკაცი დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის სასამართლოში წარდგა, მას მკვლელობის მცდელობაში, საჯარო იარაღის შენახვასა და მკვლელობით მუქარაში ედება. სუდანელი იმიგრანტი ბრიტანეთში 2023 წელს ჩავიდა და დროებითი ბინადრობის უფლება მიიღო. დანით თავდასხმის მსხვერპლის ოჯახი მშვიდობიან პროტესტს ემხრობა და ძალადობრივ ქმედებებს გმობს. დიდი ბრიტანეთის საიმიგრაციო პოლიტიკა ბოლო პერიოდში მოსახლეობის ნაწილის მწვავე უკმაყოფილების მიზეზია. ბოლო დროინდელმა რამდენიმე შემთხვევამ ნებათაღელვა და პროტესტი კიდევ უფრო გაამძაბრა. დამწვარი სახლები, მანქანები და ავტობუსები დაპირისპირება მოსახლეობას და სამართალდამცველებს შორის. ასეთი სურათი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში, სადაც იმიგრაციის წინააღმდეგ ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დააბრუნეთ ისინი სახლებში, სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. დაპირისპირების შედეგად 2 პოლიციელი და 3 მოქალაქე დაშავდა. დაპირისპირების დროს ნიღბიანმა მამაკაცებმა სახლები დაწვეს და მიგრანტების ოჯახები აიძულეს სახლები დაეტოვებინათ. ხანძრის საფრთხის გამო მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. არეულობის გამო ბელფასტში სხვა ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტებიც შეშფოთებული არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიიდან არ არიან და რადგან მე აქ ვცხოვრობ, მეშინია რომ შესაძლოა ქუჩაში მე ვიყო თავდასხმის შემდეგი მსხვერპლი. ამიტომ არ ვიცი სად წავიყვანო ჩემი ოჯახი. ვერ შევძელი ჩემი შვილის სკოლაში წაყვანა, რადგან არ ვიცი შევძლებთ თუ არა სკოლაში მისვლას. ამიტომ სახლში ვართ ჩაკეტილები ჩემს მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად. ბელფასტში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც 30 წლის სუდანელმა იმიგრანტმა ჰადი ალოდიდმა სამზარეულოს დანით დაზიანებები მიაყენა ადგილობრივ მცხოვრებს 40 წლის სტეფენ ოგილვის. თავდასხმის შედეგად ოგილვიმ მარცხენა თვალი დაკარგა, ასევე დაზიანებული აქვს მარჯვენა თვალი და დაზიანებები აღენიშნება ზურგის და კისრის არეში. პოლიციის მისვლამდე რამდენიმე ადამიანი ცდილობდა ჩარევას. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჩრდილოეთ ბელფასტში მომხდარი თავდასხმა საშინელი და შოკის მომგვრელი იყო. ბევრი ადამიანი გაბრაზებულია და ბევრი ღრმად განიცდის ტკივილს, რაც სრულიად გასაგებია. ასეთ ძალადობას ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. ჩემი გზავნილი სიმშვიდისკენაა მიმართული და ნუ მისცემთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქაური ხალხი არ აინტერესებთ, სიძულვილისა და შიშის გაღვივების უფლებას. ნუ მისცემთ იმ უსახო ადამიანებს ქუჩებში კამპანიების ორგანიზების უფლებას. ინციდენტი, რომელიც ამჟამად ტერორიზმად არ განიხილება, ბრიტანეთში დაძაბულობის გამწვავების პერიოდში მოხდა, რაც მოხვა სტუდენტის დაღუპვას, რომელსაც პოლიციამ ხელბორკილები დაადო. დაკავებისას სტუდენტი დანით იყო დაჭრილი მას შემდეგ, რაც ინდოელმა სიქმა მამაკაცმა მას რასისტულ თავდასხმაში ცრუ ბრალდება წაუყენა. ბელფასტის მოვლენები ასევე მოხვა იმიგრაციასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს, სადაც პოპულისტური პარტიები აცხადებენ, რომ ბრიტანეთის თავშესაფრის პოლიტიკამ ქვეყანაში საშიში ადამიანები დაუშვა. ბელფასტის ინციდენტი დღეს ბრიტანეთის პარლამენტში განიხილეს. ხალხი სამართლიანად აღშფოთებულია ჩრდილოეთ ბელფასტში მომხდარი საშინელი თავდასხმით. დაკავებული მამაკაცი დღეს დილით ბელფასტში სასამართლოს წინაშე წარდგა და ბრალი წაუყენეს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამსახურს, სხვა პირველი რეაგირების სამსახურებს და საზოგადოების წევრებს, რომლებმაც ასეთი მამაცობით უპასუხეს. მაგრამ მოდით ნათლად განვაცხადოთ, ძალადობისა და ცეცხლის წაკიდების აქტები, რომლებიც ამას მოჰყვა, სრულიად გაუმართლებელია. სოციალურ მედიაში დემონსტრაციების მოწოდებების ფონზე ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიცია მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და პატრულირება გაზარდა. ბრიტანეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს არ წაახალისონ ძალადობა, თუმცა ქვეყნის მმართველი პარტია ამერიკელ მილიარდერს და სოციალური ქსელის Twitter-ის მფლობელს ილონ მასკს სდებს ბრალს ონლაინ დაძაბულობის გაზრდაში. მასკმა სტივენ იექსლი ლენონის უფრო ცნობილი როგორც ტომი რობინსონის პოსტი გაავრცელა, რომელშიც მან მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით ანტიმიგრაციული დემონსტრაციებისკენ მოუწოდა. მხოლოდ განმეორებითი და ხმამაღალი პროტესტით იქნება რაიმე ცვლილება, დაამატა ილონ მასკმა. მას კი ბრიტანეთის მთავრობის კრიტიკითაა ცნობილი.
ბელფასტში განვითარებული სცენები ძალიან შემაშფოთებელია. მამაკაცი სასტიკი თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოშია და ახლა ოჯახები ძალადობის ღამის შემდეგ შეშინებულები არიან. არსებობს სისხლის სამართლის საქმე, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რას ვამბობთ. თუმცა შეგვიძლია ნათლად ვთქვათ, ხალხს აქვს გაბრაზების უფლება. მე გაბრაზებული ვარ და ხალხს აქვს უფლება მოელოდოს, რომ მათი პოლიტიკოსები ჩვენს საზღვრებს დაიცავენ. თუმცა არავის აქვს უფლება ოჯახების სახლებიდან გამოყაროს, საჯარო ქონება დაწვას და პოლიციას თავს დაესხას. ყველას გვაქვს ვალდებულება. იმიგრაცია დიდ ბრიტანეთში საკამათო თემად იქცა, რამაც ხელი შეუწყო მემარჯვენე პარტიების, როგორიცაა ნაიჯელ ფარაჯის დიდი ბრიტანეთის რეფორმის რეიტინგების გაზრდას.